მოცემებით ხდომა გახსნაცხადება, მოსამართლე კეთილმოწყობაზე განხილავს წინა სასამართლოს ხდომას ბექა ჯანიანის მიმართ და ხდომის მიმართ ხალხს ვინ გამოცხადებს ხდომაზე. სასამართლოს ხდომაზე გამოცხადდა პროკურორები რეგონიშნიაძე, ნინოზე დორაშვილი, ბრანდების ინორცების დამცველი ადვოკატები გიორგი ბლიდანაძე, სალომე არტოტელი, წარმოდგენილი ბრანდებული ბექა ჯანიანის ხდომის დაბაში 14 წელს მიუღწეველი პირები არ იყოფებიან. თქვენ თავმჯდომარე არ ჭირდება ქართული გესმის უყოფილო. და მას ვაფრთხილებ წესრიგის დაცვის სამომდევნულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიმართ უპატრიცემულობის გამოხატვის შემთხვევაში პირი შესაძლებელია აძლიერებული იქნეს ხდომის დარბაზიდან, დაჯანმრთელებული იქნეს ან მის მიმართ გამოყენებული. ხდომის მიმართ მონაწილეობს ნათლია კოპალიანი. ხომ არ გაქვთ აცილება მოსამართლეს ან ხდომის მიმართ? ხარებს ერთმანეთის დაიცვა თქვენმა ადვოკატებმა. ვინაობებინდება ბრალდებული, სუთხარით, სახელი გვარი, დაბადების თარიღი. 1999 წლის 30 აპრილი. მოსამართლე განათლება თქვენი? ბრალი შეიცვალა თქვენს მიმართ, დაგიმძიმდა ბრალი. რაც შეეხება ეთიკმედებას, განზრახ-მკვლელობა, გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით, შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, სისხლისამართლის კოდექსის 119 მუხლის და მეკროფუნდით გათვალისწინებული ქმედებისთვის ისევ გენდერული და ასევე დამატებით წარდგენიათ ბრალი სავარაუდო დანაშაულისთვის გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის ანჯო გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლისამართლის კოდექსის 117-118 მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. ანუ ქმედებისთვის პირველი სეკუნდა ნაწილი გათვალისწინებულისთვის, რაც არჩევის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას 1-დან 8 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შესრულებით განუამოწმოთ. გაქვთ გმირის უფლება არ დაიბრალოთ დანაშაული, აღგზის პასუხი კითხვებს. თუ ცნობთ თავს დამნაშავედ. საპროცესო შეთანხმების უფლებას გამიმართავს. ნაწილობრივ ცნობს ხია. რა იცნობს? შენ თვითონ დაზმულისხმობ აი გენდერს არ ვეთანხმებ. ანუ მე გეტყვით მოსამართლე, ანუ გენდერული ნიშანს, ანუ 119 მუხლის თ და m პუნქტს არ ეთანხმება. და ასევე 126 მუხლში არ ცნობს თავს დამნაშავედ. ეს პოზიცია თუ ბრალდებულა ეს მოდალია? ჩემი პოზიცია. ანუ სისტემატიურ ცემაში არ ცნობს თავს დამნაშავედ. და მეორე ეპიზოდთან დაკავშირებითაც ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ. მე თავს დამნაშავედ ცნობის ადამიანი მოკლა. შემდეგი საკითხი წინა სასამართლოს ხდომამდე არაგვიანის ხუთი დღის მხარეებმა მოცემებით მტკიცებულებების სრულად.